შესაბამისი იქნება 15 წამი. დაიწყო. ავწყოთ. მოგესალმებით, როგორც იცით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი ქალბატონი მაია მწარიაშვილი წარმოვადგენთ მზია ამაღლობელის ინტერესებს, ის უფლებებს ვიცავთ სხვადასხვა მიმართულებით და დღეს გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ ამ საქმის დეტალები ყველა მიმართულებით, როგორც არასათანადო-მოპყრობის, ასევე სხვა მიმართულებით. აქვე თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატები წარმოადგენს შუადღებლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო, მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა. ეს საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს ამ საქმეზე და ჩვენ გვაქვს არაერთი მოთხოვნა, რომელსაც ახლა ქალბატონი მაია წარმოადგენს. მოგესალმებით, ასევე მადლობა ყურადღებისთვის. თავში შეჯამებულად ვეთქვით მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები ცხადია ეყრდნობა უკვე ჩვენს ცოდნას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მზიას ბრალდებასთან დაკავშირებით და ასევე მის არასათანადო-მოპყრობასთან დაკავშირებით, ანუ ეს მოთხოვნები ეყრდნობა უკვე ჩვენს ცოდნას საქმის მასალებს, რაც არსებობს ერთ საქმეში და მეორე საქმეში. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები არის შემდეგი. სასამართლომ დაუშვას დაცვის ხარის შუამდროულობა, რომელსაც ხვალდივას წარმოადგენთ ჩვენ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, ხას უსმევ ამ სიტყვას და გაანთავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან. 1. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე. 2. შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი ამავე საქმეში. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დრებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და მეორე 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის აქციაზე ციალა ქათამიძის ასევე უკანონო დაკავების გამო და საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ეს გახლავთ შეჯამებულად ჩვენი მოთხოვნები და ეხლა ჩვენს ვისაუბრებთ ჩვენი მიმართულებით სათითაოდ ყველა ამ მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის დასაბუთებასთან დაკავშირებით, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და ყველა სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს მედიას. ჯერ ალბათ ქალბატონი ნონა დაიწყოს და მე გავაგრძელებ მე. კი ბატონო, მაშინ მე დავიწყებ ადმინისტრაციული წესით დაიყება და ამას მოყვა მათ შორის არასათანადო მოპყრობის ფაქტი. 2025 წლის 11 იანვარს, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერს წარწერით იბიცება საქართველო 15 იანვარს 15 საათზე. აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება, როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი მეგობარი და კოლეგა ციალა ქათამიძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს სტიკერის გაყრვის გამო მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით 1 საათში ხელწერილი სახელმწიფოზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს. საჯარო სივრცეში არსებობს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კადრები და ამ კადრებს ჩვენ შემდგომ პრესკონფერენციის დასრულებისას გაგაცნობთ დეტალურად, სადაც ჩანს, რომ აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია თავად აკავებს მას სტიკერის გაყრვისთვის და მზია ამაღლობელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე
გარეშე, სიტყვიერი კომენტარის გარეშე ემორჩილება მის უკანონო დაკავებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციას აქვს უფლება დააკავოს კონკრეტული პირი. სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯება და რაიმე ტიპის სამართალდარღვევად და შესაბამისად ასეთ დროს საერთოდ გამორიცხულია პირის დაკავება, თუმცა თუ ასეთადაც შეაფასებდა პოლიცია ზიამაღლობელის ქმედებას, პოლიციას მაინც არ ჰქონდა დაკავების განხორციელების უფლება, იმიტომ რომ ამის უფლებას მას არ აძლევს კანონი. კანონით ცალსახად ადგენს, რა შემთხვევაშია პოლიცია უფლებამოსილი პირი დააკავოს და ამ მუხლით, ანუ 150-ე მუხლის საფუძველზე პირის დაკავება მას არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მათ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები და შემდგომ, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო სრულიად უკანონო ქცევა, მათ გააყალბეს დაკავების ოქმი და დაკავების ოქმში ჩაწერეს სხვა მუხლი, რომ თითქოს მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ოქმი გააფორმეს 173 მუხლით, რომელიც არის სრული სიცრუე და ეს ადასტურებს იმას, რომ ეს ოქმი შეიცავს ყალბინფორმაციას. შემდგომ სასამართლომ და პროკურატურამ ეს ფაქტი, გაყალბებული დაკავების ოქმი გამოიყენა იმისთვის, რომ გაემართლებინათ პატიმრობის გამოყენება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე და ამასთან დაკავშირებით შემდგომ ქალბატონი მაია დეტალურად ისაუბრებს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკვე თითქმის 1 თვეზე მეტია გასული, რაც დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა ამ დრომდე არ არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, არსებობს მხოლოდ დაკავების ოქმი. მზია ამაღლობელის მიმართ არ არის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე და შესაბამისად მხოლოდ დაკავების ოქმი არსებობს, რომლის კანონიერება ასევე გასაჩივრებულია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით შეტანილი გვაქვს საჩივარი 2025 წლის 21 იანვარს, თუმცა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს მიღებული არანაირი გადაწყვეტილება ამ საჩივართან დაკავშირებით. შემდგომ, როდესაც დაკავება მოხდა, ამალ ფაქტებზე უკვე საზოგადოება იცის და დეტალურად არ შევჯერდები, როგორც იცით, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას ირაკლი გებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მიმართული ჰქონდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის და ვითხოვდით გამოძიების დაწყებას, მზია ამაღლობელისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებას. და ამ ფაქტებთან დაკავშირებით გაგაცნობთ რა არის სიახლე, იმიტომ რომ ძველ ფაქტებს აღარ გავიმეორებ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით გამოძიების მასალებს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ამ დროისთვის, რაც იკვეთება, გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს. გამოძიება არ მიმდინარეობს სწორი კვალიფიკაციით, ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის 154 ტერსია მუხლისა, რაც არის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, გამოძიება დაწყებულია 333 მუხლით, ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რაც არასწორი კვალიფიკაცია, ეს მუხლი გაცილებით რომ მსუბუქია, ვიდრე 154 ტერსია მუხლი. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებული სტატუსი, ამაზე ჩვენ უკვე დაწერილი გვაქვს საჩივარი პროკურატურაში, თუმცა ამ დროისთვის არ არის არც ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული. ახლა რა იკვეთება უშუალოდ საქმის მასალებში, რომელსაც გუშინ გავეცანით. საგამოძიებო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ამ დრომდე არ მიუღია სასამართლოს მიერ 22 იანვარს გაცემული განჩინების საფუძველზე ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის კამერების ჩანაწერები, რომლებიც საქმისთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ასევე კამერების ჩანაწერები არ გადასცემია გამოძიებას ბათუმის მერიისაგან, ამ დრომდე არ არის საქმეზე დამაგრებული სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ გადაღებული კადრები. ამ დროისთვის გამოძიებას დანიშნული აქვს სამედიცინო ექსპერტიზა და მზია ამაღლობელის ტანსაცმელზე და ტრასოლოგიური გენეტიკური ექსპერტიზა. ადვოკატთან ზეპირი კომუნიკაციის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ გამოძიება არ აპირებს მიკრონაწილაკური ექსპერტიზის ჩატარებას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მთელი რიგი გარემოებების დასადგენად. ირაკლი გებუაძე გამოკითხულია და ოქმში ის უთითებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ის პოლიციის ეზოში არც კი შესულა და დარჩა აქციაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულით იგი ცდილობს გამოძიებას მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია, რათა გამორიცხოს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, ხოლო ამ ფაქტის დადგენისთვის გამოძიებას არ ჰყავს გამოკითხული მოწმეები. აღნიშნული პირები გამოძიებელმა გამოკითხა მხოლოდ 31 იანვარს, ანუ შემთხვევიდან 20 დღის შემდგომ, ან ის პირები, პოლიციელები, რომლებიც გამოკითხულნი არიან ამ საქმეზე, დაგვიანებით იქნენ გამოკითხულნი და გამოძიებელს გამოკითხული
10 სამართალდამცავიდან ეს ჩვენებებსაც გავეცანით, შინაარსობრივად და სტილისტურად არის მსგავსი, რაც აჩენს იმეჯს, რომ მათი ჩვენებები შეთანხმებულია ერთმანეთთან და ირაკლი გებულაძესთანაც ამ დრომდე გამოკითხულები არ არიან პოლიციელთა გარდა სხვა მოწმეები, მათ შორის აქციის მონაწილეები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობა ამ საქმეში არ ჩანს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გვაფიქრებინებს, რომ არ არის პოლიტიკური ნება გამოიძიონ მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა და სწორედ ამას უკავშირდებოდა ჩვენი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ამ საქმის ეფექტიანი გამოძიება. ახლა ალბათ ჯობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ვისაუბროთ და შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოგახსენებთ. მადლობა. ერთ-ერთი მთავარი თემა, რის გამოც მოგიწვიეთ, გახლავთ ის, რომ ხვალ დილას მიმართავთ უკვე სასამართლოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. მე აღნიშნე, რომ ჩვენი მოთხოვნა ეყრდნობა საქმის მასალებს და იმ ახალ გარემოებებს, რაც გვაქვს ხელთ, რითიც მიმართავთ სასამართლოს. ანუ ეს არის ჩვენი საპროცესო უფლება, ნებისმიერ ეტაპზე მიმართოთ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების ან შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ჩვენ მიმართავთ გაუქმების მოთხოვნით. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ გარემოებას, რომ მზიას პატიმრობის რევიზიის უფლებაც არ მისცეს მას თავის დროზე, როდესაც აპელაციით გაასაჩივრა დაცვის მხარემ დაუშვებლად ცნო სააპელაციო სასამართლომ და მისი პატიმრობის გადახედვად და რევიზიაც არ მომხდარა. ჩვენ ახლა ვიყენებთ ჩვენ საპროცესო უფლებას, მივმართოთ სასამართლოს ახალი გარემოებებით და რა არის ეს ახალი გარემოებები, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ამას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი პატიმრობა ოდესმე დასაბუთებული იყო, იმიტომ ვახსენე მე, რომ ეს არის ბარბაროსულად დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიება, ეს სიტყვა იმიტომ გამოვიყენე. ამ ზომის დაუსაბუთებელი ის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ვიოპერიროთ მოქმედი საპროცესო ნორმების ჩარჩოების ფარგლებში და ამიტომ ვიყენებთ იმ საშუალებებს, რაც პროცესით გაგვაჩნია. მზიას პატიმრობა ეფუძნებოდა ორ გარემოებას. ეს გახლდათ მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლო მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეს ასაბუთებდა აი ასეთი ძალიან ზოგადი აბსტრაქტული ფრაზებით და ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა პროკურატურას, რომ იმ ეტაპზე გამოძიებას შესაძლოა დასჭირდებოდა დემონსტრანტების, მომიტინგეების გამოკითხვა არაერთი პირის და რომ შესაძლოა რომელიმე მათგანს რაიმე კავშირი ჰქონოდა მზია ამაღლობელთან და ასე შემდეგ და რომ შესაძლოა იყო ყოფილიყო ასეთ მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. ეხლა რა მოცემულობა გვაქვს დღეს? ანუ ჩვენ ჩავიბარეთ საქმის მასალები 31-ში და ნუ შემდეგაც ვთქვათ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით რა მტკიცებულებები დევს, მოდით ვნახოთ ამ საქმეში რაზე დგას მზია ამაღლობელის ბრალდება და პატიმრობა ამ წუთას. ბრალდების აი მანიპულირებაზე შემდეგ ვესაუბრებით. ამ წუთას საქმეში ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ 6 პოლიციელის დაზარალებული ჩვენება და 6 პოლიციელის ჩვენება. დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ მას ეტკინა, მას შემდეგ რაც გააწნეს სილა და ჰქონდა შეწითლება ლოკის და ყურის არეში და 6 პოლიციელი, რომელიც უდასტურებს დაზარალებულს, რომ მას მართლაც ჰქონდა გაწითლებული ლოყა სახის და ყურის არეში. მინდა გითხრათ, რომ აი ეს არის მთელი ბრალდების მტკიცებულებები და მეტნაკლებად თქვათ მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ კიდე ბრალდება მიმართა თავისთავად ცხადია აჭარის ტელევიზიიდან ვიდეო მასალის გამოთხოვაზე და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩვენ მასალები როდესაც ჩავიბარეთ, ესაც კი არ ქონდათ მიღებული, ანუ ვიდეო მასალა აჭარის ტელევიზიიდან იმდენად არ ჩქარობს გამოძიება. ანუ რისი თქმა მინდა, მზიას პატიმრობის მოთხოვნამდე 2 პოლიციელი იყო დაკითხული, მზიას პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ 4 პოლიციელია დაკითხული. ანუ ბრალდებამ ეს მოთხოვნა მზიას პატიმრობა საჭირო იყო იმისთვის, რომ ბრალდებას 4 პოლიციელი გამოეკითხა და ამ 4 პოლიციელისთვის ეკითხა სიწითლე ჰქონდა თუ არა ბატონ დგებუაძეს სახეზეო. აი ეს გახლავთ მთელი ბრალდება. ეხლა მინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ, თუმცა ამაზე სასამართლოზე ვისაუბრებთ.
ეს 4-ვე პოლიციელის ჩვენება ცხადია copy-paste-ით არის გადაწანილი ერთმანეთისგან, სხვაობა მათ ჩვენებებს შორის არის მხოლოდ რა. ზოგიერთი პოლიციელის ჩვენებაში არის რომ ბატონ დგებუაძეს გაწითლებული ქონდა ლოყა, ტირე, ყურის არე, ამ ფრაზით არის. რამოდენიმე პოლიციელის ჩვენებაში არის რომ მას გაწითლებული ქონდა ლოყის და ყურის არე. აი ეს სხვაობაა მხოლოდ მათ ჩვენებებში. რატომ ვუსმევ ამას ხას, ამას შემდეგ დაუბრუნდები და ეხლა ამ ჩვენებების სამართლებრივი ღირებულების განხილვაში არ შევდივარ. მე მინდა დაგანახოთ ის გარემოებები, რითიც შუამდგომლობ და რის საფუძველზეც სასამართლო ვალდებულია გააუქმოს უკანონოდ გამოყენებული პატიმრობა. ანუ დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა. ბრალდების პრინციპულებები არის ეს, რაც არის. ბრალდებას არც უცდია, არც გამოუკითხავს რომელიმე სხვა მოწმე მანიფესტანტი, რითიც ასაბუთებდა აღკვეთის შუამდგომლობას, არც ერთი ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი არც უცდია, არც გამოუკითხავს და მათ ინტერესში არ შედის. მთელი ბრალდება დგას აი ამ 6 პოლიციელის ჩვენებაზე. ანუ ბრალდებას აქვს დაზარალებული ჩვენება, აქვს მათთვის საკმარული რისი, როგორც თვითონ მიიჩნევს 6 პოლიციელის ჩვენება. ჩვენ შუამდგომლობასთან ერთად წარმოვიდგენთ ახლა სასამართლოს თავად მზია ამაღლობელის ჩვენებას, რაც ასევე ახალი გარემოებაა ამ საქმეში. ამიტომ სასამართლომ ამ ეტაპზე უნდა იმსჯელოს და ბრალდებამ უნდა ასაბუთოს, რითია დასაბუთებული აი ის ფაქტორი, მოწმეებზე ზემოქმედების გარემოება, როგორ არის დასაბუთებული ამ ეტაპზე და რატომ არის საჭირო, რომ მხოლოდ პატიმრობაში იყოს მზია ამაღლობელი, იმიტომ რომ სადღაც არ ვიცი რომელი მოწმე არსებობს რომელ გალაქტიკაში, რომლის დაკითხვა შეიძლება უნდოდეს ბრალდებას ამ ეტაპზე. ამიტომ ეს საფუძველი აბსოლუტურად გამოცლილია, დაკითხულია ყველა, გარდა ამისა, რომ დაკითხულია ყველა, ამ საქმეში ბევრი გამოსაძიებელიც არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო ფაილი, როგორც პირველ დაკავებაზე, ისე მეორე დაკავებაზე და ყველა ფიგურანტი გამოკითხულია. ეს ერთი საფუძველი. ეხლა რაც შეეხება მეორე საფუძველს, რითიც დაასაბუთა ბრალდება მოითხოვა და სასამართლომ რაც გაიზიარა. რაც არ უნდა უცნაური იყოს სასამართლომ მზია ამაღლობელის ამ ზომის უკანონო პატიმრობა დაასაბუთა და დააყრდნო მის წინსწრებ ადმინისტრაციულ დაკავებას, რომელზეც ვისაუბრებთ კიდევ უფრო დეტალებში თუ თქვენი ინტერესი იქნება და ეს გახლავთ უკანონო დაკავების ოქმი, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, უკანონო დოკუმენტი. აი ამ უკანონო დოკუმენტის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს რისკი, რომ მზია ამაღლობელი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ეხლა მაშინ სასამართლო მასალებში თავისთავად ცხადია ბრალდება არ წარადგენდა იმ ვიდეო ფილმს, სადაც აშკარად და თვალნათლივ ჩანს რა გარემოებებში ხდება მზია ამაღლობელის უკანონო დაკავება. ჩვენ გაჩვენებთ ამ ვიდეო ფილმს, სადაც უწყვეტი ვიდეო ფილმია დაკავებამდე, დაკავების მომენტში, დაკავების შემდეგ და უფრო მეტიც ამავე ვიდეო ფილმში ძალიან კარგად დაინახავთ თქვენ იმ წუთას, როდესაც ეკითხებიან რატო დააკავეს მზია ამაღლობელი, ბატონი დგებუაძე პასუხობს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს 150 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის საფუძველზე, ანუ მათი ვარაუდით სტიკერის გარკვრის გამო. თუმცა სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩნდა ყალბად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრია ჩვენ და ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში წერია ასეთი რამ, რომ მზია ამაღლობელი თურმე იდგა აქციაზე და პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა რუსეთის მონებო, ძაღლებო, ღორებო და არაერთი მოწოდების მიუხედავად მან არ შეწყვიტა ეს მოწოდება. ეხლა ნახეთ, ანუ არსებობს მოსამართლე დაეყრდნო აი ამ უკანონო ადმინისტრაციულ დაკავების ოქმს, უკანონო ყალბ დოკუმენტს. ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში ვიდეო ფილმს, სადაც თვალნათლივ ჩანს ბრმა თუა მოსამართლე იმ შემთხვევაშიც ჩანს, იმიტომ რომ ვერბალური ნაწილიც არის ამ ვიდეოში, სადაც ამბობენ რის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი. ამიტომ ეს არის ახალი გარემოება, რასაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ უნდა გაექცეს სასამართლო და როგორც მინიმუმ უტყუარად ადასტურებს რის გამო დააკავეს, მაგრამ უტყუარობაზეც რომ არ ვიმსჯელოთ, ეჭვიც რომ შეიტანოს მოსამართლემ ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყვიტოს ბრალდებული სასარგებლოდ. ამიტომ მეორე გარემოება, რომელიც ეყრდნობოდა მხოლოდ ამ ყალბ ოქმს, გამოირიცხება ამ
ვიდეო ხირით, ამიტომ ეს საფუძველიც აღარ არსებობს მისი აი ამ ასეთი ბარბაროსული უკანონო პატიმრობის. სხვა საფუძვლები მის პატიმრობას საფუძვლად ასე ვთქვათ არ დადებია. ამიტომ აი ამ ორ გარემოებასთან დაკავშირებით და რასაც წარმოადგენთ ახალ მტკიცებულებებს, რაც არის თავად მზიას გამოკითხვის ოქმი დამატებით, გარდა იმისა, რომ ამოწურულია გამოძიება ფაქტობრივად საპროცესო მოქმედებების თვალსაზრისით და რაც შეეხება ვიდეო ფაილს, რამოდენიმე ვიდეო ფაილია მზიას ნაწილში, ჩვენ ვიშუამდგომლებთ სასამართლოში და მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას. ეხლა პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით არის სხვა გარემოებებიც, თავისთავად ცხადია და ამაზე ჩვენ შუამდგომლობაში ვსაუბრობთ და მინდა რომ თქვენც მიაქციოთ ყურადღება. თავარი ვიდრე საფუძვლების მსჯელობაზე გადავა სასამართლომ, თავარი გარემოება ყოველთვის არის და სტრასბურგის სტანდარტი მოითხოვს ამას, რომ სამართალდარღვევა უნდა იყოს იმდენად მძიმე, სამართალდარღვევა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების წინააღმდეგ და ნიშნულოვანი დამაზიანებელი შედეგები უნდა ქონდეს მას და ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე პატიმრობა გამართლებული. ჩვენ შემთხვევაში რატომ არის ბრალდება მანიპულირებული ამ მუხლით, 353 პრიმა მუხლით. ამაზეც ვისაუბრებთ შუამდგომლობაში და ვისაუბრებთ ყველა შემდგომ ეტაპზე. რატომ არის ბრალდება მანიპულირებული? იმიტომ, რომ სხვა მუხლით მზიას პატიმრობას ბრალდება ვერ მოითხოვდა. ამიტომ მისი ბრალდება, ასე ვთქვათ, სამართლებრივად შეაფასა 353 პრიმა მუხლით, რომელიც არ არის მზიას ქმედება და მზიას ქმედება არათუ არ არის თავდასხმა პოლიციაზე, არამედ არ არის საერთოდ დანაშაული. ამიტომ სასამართლოს ჩვენ შუამდგომლობაში ვასაბუთებთ, რომ ამ ეტაპზე ცალსახა რომ ეჭვი იმისა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა თავდასხმა არ არსებობს. არ არის შენარჩუნებული ეს ეჭვი. ნახეთ ყურადღება მიაქციეთ მზია ამაღლობელის სილის გაწუნას ჩვენ რომ დავარქვათ ტერორიზმი, იქნება ეს ტერორიზმი? ანუ მიუხედავად იმისა, სამართლებრივად შეფასების საგანი ყოველთვის შეიძლება იყოს ამ ტიპის გამოძიების პირობებში მანიპულირების საგანი, ისევე როგორც ამ შემთხვევაშია ეს მანიპულირების საგანი, სწორედ იმიტომ, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნა მზიას პატიმრობა, მაგრამ თავად მოქმედების არსი არ იცვლება ამით. ქმედება გახლავთ ერთი სილა, რომელიც თავდასხმა პოლიციელზე არ არის და პოლიციელის სამსახურებრივი მდგომარეობასთან დაკავშირებით რომ არ იყო ეს ჩადენილი და სხვა მაკვალიფიცირებელი გარემოებები ასევე რომელიც საჭიროა სახეზე იყოს, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ წინა სასამართლოს ხდომაზე და შემდეგ არსებითი განხილვებისას თუ კი წინა სასამართლო ეტაპი დაძლია ამ საქმემ. რაც მთავარია, რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? დოკუმენტებში მზია ამაღლობელის ბრალში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი შურისძიების ნიადაგზე თავს დაესხა და ეს თავდასხმა გამოხატულია სილის გაწუნაში. მაგრამ ბრალდებას არ აქვს არც ერთი მტკიცებულება, რა იყო ეს, რასთან დაკავშირებით იძია მზია ამაღლობელმა შური, ანუ რას უკავშირდება მისი შურისძიება. მაგრამ გამოძიება ცდილობს დანაშაულის ეპიზოდი დაიწყოს მხოლოდ სილის გაწუნის მომენტიდან. თუმცა ყველაზე არაობიექტური დამკვირვებლისთვისაც კი ცხადია, რომ ეს ამბავი არ იწყება იქ. ეს ამბავი იქ მთავრდება. ეს ამბავი იწყება გაცილებით მანამდე, ეს ამბავი იწყება იქიდან, როდესაც პირველად დააკავეს არაერთი მონაწილე და როგორც მინიმუმ ეთერ ქათამიძე, ასევე სტიკერის გაკვრისთვის, რის გამოც მზია მივიდა აქციაზე და შემდეგ თავად მზია დააკავეს უკანონოდ, ეს ამბავი იწყება იქიდან, მაგრამ გამოძიების მასალებში ამაზე არაფერი არ არის. ამიტომ რა შურისძიების მოტივი ამოძრავებდა მზიას გაუგებარია სრულიად ამ საქმის მასალების მიხედვით და რატომ ზედაპირზე დევს ინტერესთა კონფლიქტი ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. რატომ გამოძიება არ იწყებს გამოძიებას იმ ეპიზოდებიდან, სადაც აშკარაა მზიას უკანონო დაკავება, მანამდე ციალა ქათამიძის უკანონო დაკავება, შემდეგ მზიას უკანონო დაკავება, უკანონოდ პასუხისმგებაში მიცემა, დოკუმენტების რაყალბება, რაც დაედო საფუძვლად ამ საქმეს, ხო? ამ საქმეზე ასევე ძალიან ცხადი და აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი.
ინტერესთა კონფლიქტი ცივილურად რომ შევაფასოთ. დაზარალებული ამ საქმეზე გახლავთ ბათუმის პოლიციის უფროსი, ამ საქმეს პირველი წუთებიდან იძიებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი. ამ საქმეზე მთავარი მოწმე, ერთ-ერთი ბრალდების მთავარი მოწმე გახლავთ ამ საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, რომელიც ასევე არის მზიას დამკავებელი. ამ საქმეზე ყველა მოწმე გახლავთ ამავე აჭარის დეპარტამენტის პოლიციელი. ანუ სრულიად ჩაკეტილი მოცემულობა გახლავთ. რამირად, აი როგორც რუსები იტყვიან ხოლმე თვითონ ღერიან და თვითონ ცეკვავენ. დაზარალებულიც მათი, ასე ვთქვათ, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირია, ყველა საგამოძიებო სამსახური ბესელიას დაქვემდებარებაშია, რომლის პასუხისმგებაში მიცემაც ვიშუამდგომლეთ დავაყენებთ პროკურატურის წინაშე და აქამდე წერილობითაც დავაყენეთ და პასუხი ჯერჯერობით არ აგვაქვს. საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაქვემდებარებაში გახლავთ ყველა გამომძიებელი, რომელიც იძიებს ამ საქმეს და წარმოიდგინეთ თვითონ იძიებს საქმეს, ჩვენებასაც თვითონ იძლევა და იმ ზომის ინტერესთა კონფლიქტი გახლავთ ამ საქმეში, რაც ყველაზე, როგორ გითხრათ, ყველაზე დიდი ნდობის მქონე ადამიანისთვისაც კი გამორიცხავს იმის მოლოდინს, რომ აი ამ ტიპის გამოძიების პირობებში შეიძლება აქედან რაიმე ობიექტურობასთან ოდნავ მიახლოვებული სურათი მაინც დაედო გამოძიებას. სწორედ ამიტომ არც აინტერესებს გამოძიებას და იმ ეპიზოდებიდან არ იწყებს გამოძიებას, ახლა რაზეც ვეჯესაუბრეთ, მზიას პირველი დაკავებიდან, თავად გებუაძის მიერ ასეთივე უკანონო დაკავებიდან, მანამდე ციალა ქათამიძის ეპიზოდში და სხვა უკანონო დაკავებებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ჩანს ასევე, რომ ყველა ეს უკანონო დაკავებული ადმინისტრაციული წესით. ამ აქციაზე აი ეს ტექსტი, რაც წაგიკითხეთ ახლა, რაც არის მზიასთან, რომ ეძახდნენ ძაღლებო, ღორებო და ასე შემდეგ, ეს ტექსტი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ შორის ციალა ქათამიძის შემთხვევაში და თქვენ ნახავთ ვიდეოს, როგორ აკავებენ მას რის გამო და შემდეგ მისი დაკავების ოქროში ასევე აღმოჩნდება ეს ტექსტი, რომ ძაღლებო, ღორებო და ასე შემდეგ. რაც უნდა უცნაური იყოს, პოლიცია არ ვიცი, მასთან დაკავშირებულ შეფასებებს თვითონვე უკავშირებს ამ სიტყვებს და ყველა ოქმში, ასე ვთქვათ, მხოლოდ სახელს და გვარს ცვლის, თორე დანარჩენი იმეორებს ერთი და იგივეს. აი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სულ არის ეს მტკიცებულებები, რაზეც ახლა მე გესაუბრეთ და ამაზე მეტი მტკიცებულებები ბრალდებას არ ჩაუთვლია საჭიროდ რომ ამ საქმეში ჩაედო და რაც ყველაზე მთავარია მე მაქვს ასე ვთქვათ მოლოდინი რატომ არის ასეთი დაჟინებული მოთხოვნები სხვადასხვა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების, რომ აქ არის თავდასხმა, რომ უნდა დაისაჯოს მზია, ასე ვთქვათ, საჩვენებლად პოლიციელზე თავდასხმისთვის, ეს შინაარსი იკითხება მათ მოთხოვნებში. ახლახანს შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში ასეთივე მუხლი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის წინააღმდეგ თავდასხმისთვის და საჯარო მოხელის წინააღმდეგ თავდასხმისთვის და მაქვს დიდი ეჭვი, რომ მზიას საქმეზე უნდა შექმნან პრეცედენტი, რომ სილის გაწვნა შესაძლებელია იყოს თავდასხმა საკუთარი გარანტიებისთვის. თუ არა ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ჩვენი მართლმსაჯულების პირობებშიც კი არ არსებობს გადაწყვეტილება, სადაც სილის გაწვნა შესაძლებელია შეფასდეს თავდასხმად. კითხეთ ნებისმიერ, არ ვიცი, მოქალაქეს, ვისაც არ აქვს სამართლებრივი ცოდნა განათლება, სილის გაწვნა რასთან ასოცირდება? შეურაცხყოფასთან თუ თავდასხმასთან? ჩვენ ვამბობთ და არა მხოლოდ ჩვენ, ანუ ელემენტარული სამართლებრივი განათლების მქონე ადამიანისთვის ხადია, რომ ეს არ არის თავდასხმა და არაერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში ნახავთ ამ შეფასებას, ასევე კომენტარებში, სამეცნიერო კომენტარებში, რომ თავდასხმა ეს არის ისეთი ზომის ძალადობრივი აქტი, ისეთი ხარისხის ძალადობრივი აქტი,
აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა და ძალადობის მუქარა და ეს აგრესიული აქტი აუცილებლად მიმართული უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ანუ მისი საშიშროების ხარისხი იმხელაა, რომ ის ასე ვთქვათ საფრთხის ქვეშ აყენებს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენ შემთხვევაში ზიანი არის აბსოლუტურად ნულოვანი. სახეში ხელის გაწვნა ვერასოდეს ვერ დააყენებს საფრთხის ქვეშ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც არ უნდა თავდასხმა ვეძახოთ ჩვენ მას. ანუ თავდასხმის ობიექტი შესაძლებელია იყოს ამუხლით პოლიციელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მოცემულ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ზიანი აი ამ საქმის მასალების მიხედვით, რაზეც მე ვისაუბრეთ, რა ხვალთ ის, რომ ბატონ დებუაძეს გაუწითლდა ლოყა, ამ ლოყის გაწითლებას ადასტურებს 6 პოლიციელი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თავდასხმის მარკვალიფიცირებელი ნიშანი არ გახლავთ არც ის, რომ ეტკინა და არც ის, რომ ლოყა გაუწითლდა. ამიტომ ეს რაღაცეები, საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულიად აცდენილია მის სამართლებრივ შეფასებას და სწორედ იმიტომ, რომ ზია ამაღლობელი ხანგრძლივად ყავდეთ უკანონო პატიმრობაში. დიახ. რამდენიმე კითხვა მექნება, დავიწყებ 3 კითხვა მოქვს, 3 წელს შემოვაყალიბე. ჩვენ ახსენებთ ირაკლი გებუაძე საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ არ იმყოფებოდა პოლიციის ტერიტორიაზე. თქვენ თუ გაქვთ რაიმე მტკიცებულება, რომელსაც გადასტურდება, რომ ირაკლი გებუაძე ამ დროს იყო პოლიციის შენობაში, ან რითი შეიძლება თქვენ გაამყაროთ ეს თქვენი მტკიცებულება? მეორე მაინტერესებს თქვენ ახსენებთ პოლიციელები, რომლებსაც მიანიშნებით, რომ სავარაუდოდ ინტერესთა კონფლიქტი აქვს მოწმეებზე, რომლის საფუძველზეც შეიძლება მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ. თუ შესაძლებელი იყო ამ მოწმეებზე ზემოქმედება, ან რითი ადასტურებთ, რომ არ შეიძლებოდა ზემოქმედება და კიდევ ერთი საკითხი ბოლოს თქვენ ისაუბრეთ, რომ ხო, ანუ თქვენ დასაბუთება როგორ შეიძლებოდა თუ არა ამ პოლიციელების გამოკითხვის გამო მზია ამაღლობელი ყოფილიყო პატიმრობაში ამ პერიოდის განმავლობაში და ბოლო კითხვა მოხს, თქვენ ისაუბრეთ, რომ ეს ქმედება, სილის გაცნა არ არის 353 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მუდმივად საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ეს არის პოლიციელზე თავდასხმა. კონკრეტულად სამართლებრივად თუ შეგიძლიათ, რომ ფორმულირება დააკეთოთ, რა იყო, ჩნდებოდა ეს ადმინისტრაციულ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაში თუ რაში ჩნდებოდა? დიახ. ის ჩვენთან არის ნაწილი. შემოთავაზებმა ხო არ ჯობს, რომ ამ ვიდეოებსაც უყუროთ და მე გავცეთ პასუხები, იმიტომ რომ ესეც რომ ნახოთ კადრები და ეს ახსნათ და შემდეგ იყოს. მაშინ ჯერ პირველი ვიდეო რო ჩავთოთ და შემდეგ კი. ან როგორ დაიწყო ეს ერთ სიალა ქათამიძის დაკავების ეპიზოდი, როდესაც პირველად მოხდა დაკავება მისი ადმინისტრაციული წესით და ამ დროს მზია ამაღლობელი საერთოდ არ იმყოფებოდა აქციაზე, მან ეს გაიგო მოგვიანებით, მათ შორის მედიის საშუალებით და შემდეგ მივიდა ადგილზე. ელენე პირველი ვჩვენოთ. ხმაც თუ შეიძლება. ეს ქათამიძე ხო, ჩვენი მხრიდან ჩართულია და ტექნიკური თუ არის, ვართ გამოვარდა იქიდან, ნახეთ კაბელი. არა, ჩართულია. ხო, აქ ამ ვიდეოს ხმა. იგი როგორ არის? წევან გავტესტეთ რომ მოვედით.
მიაქციეთ ყურადღება, ხომ? ესე იგი, რა დააკავეს სტიკერის რაკურისთვის, უთხრეს დაკავებული ხარ 150 მუხლითო, 150 ფასადზე იერსახის დამახინჯებას ეხება, თუმცა სტიკერის რაკურა ადმინისტრაციულ შენობებზე და სავალ ნაწილზე არ იგრძალება, მაგრამ ეს სხვა ამბავია კიდევ. უთხრეს, ხედავთ, რომ სტიკერისთვის დააკავეს, უთხრეს დაკავეს 150 მუხლითო, მაგრამ მისი ადმინისტრაციულ დაკავების ოფში აღმოჩნდა, რომ ის ლანძღავდა პოლიციას და ეძახდა შეურაცხყოფელ სიტყვებს და მათ არ ემორჩილებოდა მათ მოწოდებებს და ასე შემდეგ. ანუ 150 მუხლით მიაქციეს ყურადღება დაკავების უფლება არც არსებობს. ამიტომ მას მერე რომ მიხვდნენ, რომ ამითი ვერ დააკავებდნენ, მასთან დაკავშირებითაც გაყალბდა დაკავების ოქმი და დაკავების ოფში ჩაიწერა სხვა სამართალ დარღვევა, რაც მას არ ჩაუდენია. ეხლა შეგვიძლია მზიასი ვნახოთ. ეს ნახა მზიამ ტელევიზიით და შემდეგ მივიდა ამის გამო ადგილზე. ზია მაღლობებს აკავებენ, ზია მაღლობებს ქართულენების მენეჯერს აკავებენ, ზია მაღლობელი დააკავეს ამ ზია მაღლობელი დააკავეს ახლახანს ქართულენების მეორეც არის მისიას დაკავებული. ხო, აი ხა თქვენ თვალნათლივ ნახეთ, რაზე დგას მზია ამაღლობელის პატიმრობა. ყალბ ოქმზე, რითიც დასაბუთა მოსამართლემ მისი პატიმრობა, რომ თურმე ჯერ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა, ეძახდა ძაღლებო, ღორებო და ასე შემდეგ და პოლიციამ თურმე მოსამართლეს ასე უწერია, რომ პატივისცა მზიას და გამოიყენა დისკრეცია და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საშინელი სამართალდამღვევი იყო, გაანთავისუფლეს, ხელახლა ჩაიდინა თურმე ეს თავდასხმა პოლიციას. ეხლა თქვენი თვალით ნახეთ მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, სტიკერის რაკურისთვის აკავებენ მას, ერთ სიტყვას არ ამბობს, არათუ ძაღლებო, ღორებო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ბრალდების ვალდებულება წესით წარმოადგინონ ნებისმიერი მტკიცებულება, მაგრამ სწორედ ამიტომ გამოძიებას არც აინტერესებს, საიდან იწყება საპოლიციო უკანონობები. აი აქედან იწყება საპოლიციო უკანონობები. ასევე დღებუაძის კომენტარი გაიგონეთ, თქვა რომ 150 მუხლით. უბედურება იმაშია, რომ ჩვენმა პოლიციამ ეგრეც არ იცის, რომ 150 მუხლით დაკავების უფლება არ აქვთ. და მათ გონიათ, რომ აქვთ ამის უფლება, ალბათ. რახან ამ მუხლზე საუბრობენ
შემდეგ ვიღაცამ არ ვიცი მიუცითად ასწავლათ რომ ვეღარ დააკავებდნენ 150 მუხლით და სწორედ ამიტომ გაჩნდა მზიას საქმეში ეს ყალბი ოქმი 173 მუხლი ვითომ პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას და ვითომ ამიტომ დააკავეს. ამიტომ აი ამ მასალას წარმოადგენს სასამართლოში და საინტერესოა როგორ გაერთება სასამართლო აი ამ გარემოებას მზია ამაღლობელის დაკავების ადმინისტრაციული წესით. და ბოლო მეოთხე ვიდეოც ნახოთ ხარ და მე კითხვები უკვე მონიშნული გვაქვს და დანარჩენსაც პრობლემში. ეს იცით ეს შეძახილები ჩვენთვის ცხადია რომ ეს ბატონი გრებუაძის ხმა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიციელის ხმა ეს და არ ჩანს კონკრეტული მუქარა და ასე ვთქვათ მიმართულება რომ ახლა სისხლის წესით დავაკავებ იმიტომ რომ სისხლის წესით დასაკავებელი არ იყო ეს არ იყო დანაშაული ასე ვთქვათ სისხლის წესით და იყო ყველაზე მძიმე შემთხვევაში ადმინისტრაციული დარღვევა მაგრამ აქ ცხადად ჩანს მუქარა რომ სისხლის წესით მისცემდნენ პასუხისმგებელში და ვთქვათ ეს მუქარა შეასრულეს კიდევაც. ეს ამ ვიდეოებთან დაკავშირებით, თუმცა გასაკვირველია ბოლო ეტაპზე არა მხოლოდ ეს სხვა არაერთ ვიდეო მასალას წარმოადგენთ ჩვენ ამ საქმეში, რომლის ამ ფორმატში განხილვა ვთქვათ დროის თვალსაზრისით არ იქნებოდა ეფექტური და ამიტომ მხოლოდ ეს ნაწილი გადაცანით, რაც უკანონო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ეხება. ახლა შეკითხვებზე გავცემთ პასუხს, კითხვები რაც თქვენ დასვით აქედან ნაწილს მივუპასუხებ. პირველი კითხვა ეხებოდა ირაკლი გებუაძე რომ იყო ნამდვილად შენობაში ამას რა ადასტურებს. ამის დამადასტურებელი არის რა თქმა უნდა თვითონ მზიას ჩვენება, რომელიც ამ დეტალებს აღწერს და ჩვენ მოლოდინი იმის არ ქონდა რომ დანარჩენი პოლიციელები, რომლებიც არიან ირაკლი გებუაძის დაქვემდებარებაში, ისინი მისცემდნენ ჩვენებას, რომ კი ირაკლი გებუაძე მასზე არასათანადოდ მოქმედებდა, შეაფურთხა სახეში, არ უშვებდა წვის დასალევად, საპერფარეშოთ სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევდა. ასეთი მოლოდინი არ ქონდა და სისხლის სამართლის მასალებში არ დაგვხვედრია, რა თქმა უნდა, ჩვენებები, სადაც პოლიციელები ამას იტყოდნენ, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ თავისუფალი თხრობის სტილში, თავიდან, სანამ შეკითხვებს დასვამ და გამოძიებელი, ყველა ეს პოლიციელი, რომელიც გამოკითხეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თვითონვე პროაქტიულად ყვება ასეთ რამეს, რომ თითქოს წყალი შესთავაზეს, ყველაფერი შესთავაზეს და არანაირი არასათანადო მოყრობა არ მომხდარა. ჩვენ რითი ვადასტურებთ, რომ ირაკლი გებუაძე იქ იყო, ეს არის მზიას ჩვენება პირველ რიგში. ეს არის მათ შორის ეს კადრები, სადაც ჩანს, რომ ისმის, რომ ეს სავარაუდოდ, რახანჯერ ექსპერტიზა არ არის დადგენილი ვიტყვის სიტყვა სავარაუდოდ, მაგრამ ეს არის ირაკლი გებუაძის ხმა, რომელიც ამბობს, რომ სისხლით უნდა დავჭიროთ ეს ადამიანი და იგინება. და ასევე ამ ყველაფერს ნათელს მოფენს ის კამერები და ის ჩანაწერები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამ დრომდე გამოძიებას არ მისცა. ანუ გამოძიებამ ეს მოითხოვა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თუმცა ამასთან დაკავშირებით არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურობს, ან დამატებით მიმართოს, ან ამაზე საჯაროდ განაცხადოს, რომ გამოთხოვილია ეს ჩანაწერები, მაგრამ არ მისულა არ მიუცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ჩანაწერები, რომელიც შენობის შიგნით არის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს და რომელიც ნათლად დაადასტურებს, რომ ირაკლი გებუაძე დიახ, რამდენჯერმე ცდილობდა იმ ოთახში შესვლას, სადაც მზია ამაღლობელი ყავდათ დაკავების პირველ წუთებში და შეიძლება შიგნით ოთახში არ არის კამერა, მაგრამ დერეფანში ნამდვილად უნდა იყოს და ეს ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, მაგრამ ამას არ აძლევს გამოძიებას და ეს არის ამ შემთხვევაში ეს იქნება ის მტკიცებულება, რომელიც ამ ნაწილში მე ციცხადეს შეიტანდა, მაგრამ ამ დრომდე ეს არ არის გადაცემული.
და ეს რა თქმა უნდა მიანიშნებს იმას, რომ გამოძიება ამ ეტაპზე არაეფექტიანია, რადგან ყველაზე მთავარი მტკიცებულებები ჯერ საქმეში არ დევს. ეს რაც შეეხებოდა ირაკლი გებუაძის შიგნით ყოფნის ფაქტს, ჩვენ სხვა მტკიცებულებების გუშინ გავეცანით ამ საქმეს და სხვა მტკიცებულებების მოძიებას ამ მიმართულებით შევეცდებით, რა თქმა უნდა, შესაძლოა არსებობდეს სხვა კადრებიც, რომელიც ადასტურებს, რომ შენობაში შევიდა ირაკლი გებუაძე და ის გარეთ არ დარჩენილა. ყოველ შემთხვევაში დროის მოკლე პერიოდში ის შენობაში იყო და ასე იქცეოდა და ამასთან დაკავშირებით მათ შორის აღსანიშნავია ის, რომ აი ამ პირველ საათებში, როდესაც ძია ამაღლობელზე არასათანადო მოპყრობა ხორციელდებოდა, ადვოკატები მას გარეთ ელოდებოდნენ და ჰქონდათ ცდილობა შესვლის, რამდენჯერმე დარეკეს კიდეც და ცდილობდნენ შესვლას, მაგრამ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, როდესაც მზიაზე არასათანადო მოპყრობა ხორციელდებოდა, ადვოკატებს არ უშვებდნენ მასთან, რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საყურადღებო ფაქტი, ეს დარღვევა პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ არასათანადო მოპყრობის პრევენცია დროულმა ადვოკატთან დროულად წვდომის შეზღუდვამ, მათ შორის ვერ მოახდინა ის, რომ პრევენცია მოხდარიყო არასათანადო მოპყრობის, რაც არის დროულად შესვლა ადვოკატთან და დროულად წვდომა, სწორედ იმიტომ არის კანონმდებლობით გარანტირებული, რომ მათ შორის არასათანადო მოპყრობა იყოს თავიდან აცილებული. ეს ამ შემთხვევაში იყო ფუნდამენტური უფლება ადვოკატთან დროულად წვდომის იყო ამ საქმეში დარღვეული, სხვა დარღვევებთან ერთად. დანარჩენ კითხვებზე ინტერესთა კონფლიქტზე ზუსტად ამიტომაც გისაუბრეთ, მე ამ თვალსაზრისით ეს მეორე საქმეა და თქვა ჩვენ რომ საქმეშიც ვარ ჩართული, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტი ამასაც ეხმარებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ანუ მზია ამდენი საათის განმავლობაში ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა იმ საპოლიციო შენობაში, რომელიც მხარე იყო ამ საქმესთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, მზიას სამაგალითო დასჯით ყველაზე მეტად ეს საპოლიციო ჩინები იყვნენ დაინტერესებული და შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ აქ არასათანადო მოპყრობა განხორციელდებოდა მის მიმართ თავისთავად ცხადი იყო, თუმცა ნახეთ, ვთქვათ, ამ საქმესთან კავშირში ჩვენ მასალებს არასათანადო მოპყრობის საქმეზე ესე მასალებს არ გვაძლევენ, ადვოკატი გაეცნო ამ მასალებს და მათ შორის გებუაძის ჩვენებას, მაგრამ ჩემთვის რატომ არის ინდიკატიური აქ მეორე სისხლის სამართლის საქმეში მისი ჩვენება. ნახეთ, ის ამბობს ჩვენებაში იმ საქმეში, რომ ეს საერთოდაც აღარ შესულვა შენობაშიო, იმიტომ რომ გამორიცხოს მის მიერ აი ამ არასათანადო მოპყრობის ჩადენის ამბები, თუმცა მთავარია ვიდეოს არ იღებენ ამდენი ხანი, ყველაზე მოკლეებსა არის გვაჩვენონ ვიდეოები, ხომ? ამდენი ხანი ვიდეო მასალა არ არის იქ ამოღებული, მაგრამ მეორე საქმეში 6 არსებითი განხილვის დროს იქნება საინტერესო, მაგრამ თავისთავად ახლა რომელიმე გონიერ ადამიანს გაუჩნდება, ვთქვათ, იმის ნდობა ან სარწმუნოდ მოეჩვენება ეს 6 პოლიციელის ჩვენება, რომ მათ დაათვალიერეს, ასე ვთქვათ, მისი მარჯვენა ლოყა და აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ლოყა ქონდა გაწითლებული. მაგრამ ეხლა თქვენ კითხვას მივუდგეთ. პოლიციელები ამბობენ ის რომ პოლიციელს, იმიტომ რომ პატიმრობის მერე 4 პოლიციელი დაკითხული. ეთქვა 4 პოლიციელს მზიას პატიმრობა შეიძლება იყოს გამართლებული და მით უფრო დღეიდან მისი პატიმრობა ამ საფუძვლით თუ შეიძლება იყოს გამართლებული. სასამართლოზე ხო არგუმენტი იყო რომ აქტივისტები უნდა გამოვიდეს. დიახ. არც ერთი აქტივისტი არ არის გამოკითხული. ვერა. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება სტრასბურგის სტანდარტს, რომ მე ამ აქტივისტების გამოკითხვას ვაპირებ საპატიმრო ვადის, ასე ვთქვათ, ბოლოში. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება სტრასბურგის სტანდარტს, იმიტომ რომ სტრასბურგის სტანდარტის მიხედვით უნდა უყურო ყოველ დღეს რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს გამოძიება. ამ 4 პოლიციელის დაკითხვაზე დაახლოებით დახარჯა სულ 4 საათი. საშუალოდ 1 საათის განმავლობაში კითხავს ერთ პოლიციელს, 4 საათი, 5 საათი დახარჯა სულ, 2 თვე ადამიანი პატიმრობაში არ უნდა ყავდეს, იმიტომ რომ შენ 5 საათი დახარჯო პოლიციელების გამოკითხვაზე. ამიტომ ეგ არგუმენტი ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში და თან ეს არგუმენტი მხოლოდ ეს კი არ უნდა იყოს, რომ კიდევ ვიღაცა აქტივისტი უნდა გამოვკითხო. ამ შემთხვევაში ბრალდებამ უნდა ასაბუთოს, რომ მხოლოდ მზიას პატიმრობა საჭირო იმისთვის, რომ მან ვიღაცა გამოკითხოს.
რომ მხოლოდ პატიმრობაში უნდა იყოს მზია იმისთვის, რომ თურმე ყველა რისკი გამოირიცხოს ნებისმიერი სხვა დემონსტრანტის დაკითხვის დროს მასზე ზეწოლის მოხდენის. ეს იყო კითხვა, კიდე იყო ერთი კითხვაც არის. კიდე იყო თქვენი კითხვა სილის რაწმნა, ხო, არის თუ არა. სილის რაწმნა ცალსახად არ არის თავდასხმა. და რატო ვისაუბრე, ეს არ არის თავდასხმა არც სასამართლო პრაქტიკით, ეს არ არის თავდასხმა არც სამეცნიერო კომენტარებით. ამიტომ ვთქვი, რომ თავდასხმა ნიშნავს ისეთი ტიპის მოქმედებას, ისეთი ტიპის აგრესიულ მოქმედებას, რომელიც მიმართულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ და მას თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარი. თავდასხმის დეფინიცია, თავდასხმას ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენებს სხვადასხვა მუხლებთან კავშირში, ტერორისტული აქტი და სხვა მძიმე მოქმედებებთან ყაჩაღობა მათ შორის და ყველგან თავდასხმა არის ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ამ მუხლის ინტერპრეტაციისთვის თავდასხმას სხვა მნიშვნელობა ვერ ექნება, ანუ კოდექსი ოპერირებს ერთი და იგივე ტერმინებით, ანუ ერთი მუხლისთვის რაც არის თავდასხმა, ის არის თავდასხმა სხვა მუხლისთვის, მაგრამ მოგიტანთ მაგალითად სასამართლო პრაქტიკიდან, უახლესი პრაქტიკიდან, უზენაეს სასამართლოსი, რომელიც ასევე ბათუმის საქმე იყო სხვათა შორის, სადაც ასეთი შემთხვევა იყო, რომ საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა პოლიცია ავტოავარიასთან დაკავშირებით და ბრალდებული გაბრაზდა რა, რომ პოლიცია ატარებდა ამ საგამოძიებო მოქმედებებს, იმიტომ რომ თვითონ იყო მძღოლი ამ ავტოავარია, ვისაც შეემთხვა. გააკროტესტა საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ დანით მიაყენა დაზიანება ერთ პოლიციელს ხელში და მეორე პოლიციელს წიხლი უთავაზა. უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ეს მოქმედება არ არის თავდასხმა 353 პრიმა მუხლით. იმიტომ რომ ეს მოქმედება არ იყო მიმართული პოლიციელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლომ უნდა თქვას, რომ სახეში სილა შეიძლება შეფასდეს მოქმედებად სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ? ეს ხო ყველანაირ სამართალიც აღარ არის საჭირო, ყველანაირ საღასრს ცინდება, ხომ? ამის დასაბუთება არ არსებობს. კიდევ ამბობ, რატომ არ გადავდივართ ჩვენ შემდეგ დასაბუთებებზე, რომ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა ცხადია და სხვა კრიტერიუმებზე, იმიტომ რომ იმდენად ცხადია, რომ ეს არ არის თავდასხმა, რომ შემდეგი ეტაპზე აღარც უნდა გადახვიდე მტკიცების. თავდასხმა არც არსებობს სასამართლო პრაქტიკაში არც ერთი მაგალითი, სადაც განაჩენი ყველა ინსტანცია გაიარა და უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა ამ მუხლის თვალსაზრისით. და ასევე აღკვეთთან კავშირში მინდა გითხრათ, რომ ასევე უახლესი მაგალითია ასევე ბათუმის საქმიდან. იქაც კვალიფიკაცია იყო 353 პრიმა, როგორც მზიას შემთხვევაში. და პროკურატურა მოითხოვა 2000 ლარი გირაო იმ შემთხვევაში. ანუ მზიას შემთხვევაში თავდაპირველი აღკვეთის განხილვისას მოგეხსენებათ დაცვამ შესთავაზა 100,000 ლარის გირაო მზიას სახლის უზრუნველყოფით და სასამართლომ არ გაითვალისწინა. მაშინ, როდესაც აი ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ იშუამდგომლა სულ 2000 ლარი გირაო, იმ განსხვავებით, რომ იმ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ბრალდებული არის, ასე ვთქვათ, ჯანიანი ახალგაზრდა, მზიასგან განსხვავებით, დაზარალებული კაცია, მაგრამ ის ნაკლები ჩინის კაცია, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში. ანუ ჩვენ შემთხვევაში დაზარალებულად ცნობილია პოლიციის უფროსი და როგორც ჩანს, ანუ მისი ლოყა სასამართლო პრაქტიკისთვის უფრო მძიმედ შესაფასებელი გარემოება, ასევე პროკურატურისთვის და იმ შემთხვევაში პროკურატურამ იშუამდგომლა 2000 ლარი გირაო. სულ ამიტომ არის, რომ აი სასამართლო პრაქტიკა ამ ზედაპირზე დევს, რა შემთხვევაში რა ინტერესი მუშაობს და რა შემთხვევაში რა ინტერესი მუშაობს. ზოგადად რომ ამოწუროთ ეს თემა, მოკლედ რომ შევახასოთ, გაშა ზადამე რა იკვეთება, რომ სილის გაწვნა ეს არ არის თავდასხმა და არა აი ეს მოკლედ დიახ, ეს მინდოდა მეთქვა, სილის გაწვნა არის ყველაზე მძიმე შემთხვევაში, მაგრამ იქაც უნდა ასაბუთო, რომ ეს შეურაცხყოფის მიზნით იყო. მზიას შემთხვევაში მზიას განმარტება უკვე არის საქმეში, ეს არ იყო შეურაცხყოფის მიზნით. ყველაზე მძიმე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლი. მიაქციეთ ყურადღება.
ეს არის პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მის მიმართ სხვა შეურაცხყოფელი ქმედების განხორციელება, ისეთი ქმედების, რომელიც არ არის დასჯადის სისხლის წესით, კანონმდებელი ამბობს. ანუ რომელიც უფრო ნაკლები სიმძიმის არის, რომელიც არ აღწევს იმ ზომის ძალადობას, რომ სისხლის წესით იყოს დასჯადი, ყველა ასეთი შეურაცხყოფელი ქმედება, როგორც სიტყვიერი ქმედება, ისე შეურაცხყოფელი ქმედება, ეს გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის დისპოზიცია. აი ეს არის ამ საქმის მთელი ამბავი. ანუ მოქმედება, რომელიც ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ ადამიანს წარდგენილი აქვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მძიმე მუხლით და იმყოფება პატიმრობაში. ჯერ აქეთ იყო კითხვა და გავუცადეთ. სამართლებრივ ნაწილზე თუ კი მორჩით, მე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კითხვა და ამასთან მიმართებით ზიას პოზიციაზე, ჩვენ ვიცით, რომ ზია ამაღლობელი ეტაპირებას კლინიკაში დასთანხმდა იმ პირობით, რომ ერთი მხრივის დააგზავნებდა შიმშილობას და ეს ასეც ხდება და პლუს მას შემდეგ დასრულდებოდა ეს ძირითადი კვლევები და ანალიზები, მისი ეტაპირება მოხდებოდა უკანვე დაუყოვნებლივ. ჩვენ მინდა დავიდასტურო თუ არის უცვლელი მზიას პოზიცია, ჩვენ ზურაბ-ჩხაიძის კომენტარი მოვისმინეთ დღეს და მედია ვცდილობთ გადავაახლოთ ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. რაღაცნაირად კონტრავერსიულია მაინც თვითონ მათი პოზიციები, გითხარით თქვენ ალბათ უფრო მეტი იცით, იმიტომ რომ მას ყოველდღიურად ესაუბრებთ. მისი პოზიციაც და მისი ჯანმრთელობა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახლა მზიას ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის ის მთავარი, რომელიც ამ საქმის მიღმა ჩვენთვის არის მთავარი ინტერესის საგანი. მზია ამაღლობელი უკვე 32 დღეა რაც შიმშილობს, მისი პოზიცია თქვენ იცით, რომ ის არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო მან რაიმე ტიპის შეღავათი მიიღოს და ჩვენ ამ ფაქტს, მის შიმშილობას, გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვიყენებთ არც ერთ ეტაპზე ამ საქმეში, არც შუამდგომლობის დასაბუთების დროს და არც სხვა ბრალდების ნაწილში. ეს გარემოება მზიას ცალსაღად აქვს ნათქვამი, რომ ის შიმშილობს, იმიტომ რომ ეს არის ამ უსამართლობასთან შეუგუებლობის აქტი, ეს არის მისი პროტესტის აქტი და ის ამ პროტესტს განაგრძობს. რა თქმა უნდა, ეს მის ჯანმრთელობას აყენებს მნიშვნელოვან ზიანს. სახელმწიფო ავალდებული, რომ როგორც კი მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმგვარი, რომ მისი ციხეში ყოფნა ამ რისკებს ზრდის და შეუქცევადი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამედიცინო ჩარევა და სწორედ აი ამიტომ დამატებითი კვლევების საჭიროების მიზნით მოხდა მზია ამაღლობელის გადაყვანა კლინიკაში. მზია ამაღლობელი ყოველ ეტაპზე აფიქსირებს ამას, რომ თუ ამოწურულია ყველა სამედიცინო კვლევა, ის დააბრუნონ უკან ციხეში, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება სამედიცინო ჩვენებებზე დაყრდნობით. ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ მისი შემდგომი მონიტორინგი, ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი შესაძლებელი იყოს განხორციელდეს ციხეში. სწორედ ამიტომ რჩება ის კლინიკაში. თუმცა ეს მისი პოზიცია უცვლელია, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ის მათ შორის ეს ფრაზები თუ განცხადებები, რაც ისმის, რომ აი მან მოიხადოს ბოდიში, არის სრულიად მიუღებელი, ამორალურიც ამ ვითარებაში და სამართლებრივადაც არასწორი, როდესაც ადამიანს, რომელიც თვითონ არის დაზარალებული არასათანადო მოპყრობის და დამამცირებელი მოპყრობის, მას თხოვენ ბოდიში მოუხადოს იმას, ვინც ამ ქმედებაშია მხილებული. ამიტომ ის აგზელებს ამ ტიპით პროტესტის გამოხატვას, ის ემზადება პროცესისთვის, თუმცა ჩვენთვის უცნობია, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროცესის დროისთვის. ასევე როგორც იცით, ჩვენი შუამდგომლობით სახალხო დამცველმა შექმნა ექიმთა ჯგუფი, რომელმაც მონიტორინგი განახორციელა, მზია ამაღლობელი მოინახულა და ჩვენ ახლა ველოდებით მათი მხრიდან წერილობით დასკვნას რეკომენდაციას, რომელსაც ისინი სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში გასცემენ და ჩვენ შემდგომ გვექნება შესაძლებლობა, რომ გამოვითხოვოთ და გავეცნოთ. ამ დროისთვის ეს წერილობით ფორმით არ არის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი. ჩვენება ახსენეთ, როგორც მახსოვს, აი ჩვენებასთან დაკავშირებით ვთქვათ, რომ გითხრათ ისაუბრეთ თუ არა მზია ამაღლობელმა კონკრეტულად ამ ფაქტებზე, ან რაიმე ახალი გარემოება გამოიწვია თუ არა, რომ ვიცოდეს საზოგადოება და სამბობს მზია ამაღლობელი. თქვით, დიახ, ესე იგი მზიას სურვილი იყო, რომ პროცესს დასწრებოდა და იქ მიეცა, ასე ვთქვათ, სასამართლო დარბაზში ეს განმარტება. მაგრამ ვინაიდან არ ვიცით, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ პერიოდისთვის,
მან სწორედ იმიტომ რომ რაღაც საკითხები არ ყოფილიყო ასე ვთქვათ დახურული და გაუგებარი საზოგადოებისთვისაც მათ შორის ჩვენ მას ჩამოვარჩით ახსნა განმარტება უკვე ამ ეტაპზე, რომელსაც ამ შრომობასთან ერთად წარვადგენთ. ის ამ თავის ახსნა განმარტებაში დეტალურად აღწერს ყველაფერს აი პირველი წუთიდან მის 11-12 იანვრის ამბებს სრულად. ანუ ახალი გარემოება როგორ გითხრათ? ანუ ამ საქმეში ობიექტური მხრივ ვიდეო ისედაც იყო. ანუ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ისედაც სახეზე მქონდა. მზიას განმარტება საჭირო იყო იმისთვის, რომ თუ ეს ქმედების სუბიექტურ მხარეზე წარმოდგენა ჰქონოდა, რა მოხდა სინამდვილეში და რამ განაპირობა აი ეს ადამიანი, რომელიც პირველ კადრში ნახეთ, რომელიც უხმოთ ემორჩილება მის უკანონო დაკავებას და არ აპროტესტებს ისე მიყვება, რა მოხდა ისეთი, რომ შემდეგ ის იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მოუწია აი ამგვარი რეაგირება დებუაძესთან დაკავშირებით. ამიტომ ის ამას აღწერს ამ თავის ჩვენებაში, რომლის მიხედვითაც აშკარა და ცხადია, რომ მისი ეს ქმედება აბსოლუტურად არ უკავშირდება სწორედ აი სამსახურებრივ კონკრეტულად დებუაძის სამსახურებრივ საქმიანობას, რასაც ბრალდება ვერ ადასტურებს თქო ამას ვამბობ, იმიტომ რომ ბატონი დებუაძე იმ წუთას რაიმე საპოლიციო ფუნქციას კი არ ასრულებდა, ბატონი დებუაძე იმ წუთას განმარტებებს იძლეოდა და თან ეს განმარტებები იყო ტყუილი. ჩვენად არ წარმოვადგინეთ რა პოლიციის რა მაპროვოცირებელი მოქმედება უსწრებდა წინ აი ამ ბოლო ეპიზოდს, იმიტომ რომ ის ცოტა მოცულობითი ვიდეო მასალაა. მას შემდეგ რაც მზია ამაღლობელი, ასე ვთქვათ, გამოვიდა პირველი უკანონო დაკავებიდან, საპოლიციო შენობიდან გარეთ, იქ რაღაც პერიოდი უკვე აქცია დამშვიდდა მისი ჩვენების და სხვა ვიდეო მტკიცებულებების მიხედვით. ეს აქცია დამშვიდდა, განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა. მზიას დაკავების გამო არაერთი ადამიანი მისი ახლობელი შეემატა ამ აქციას და უკვე ადამიანები, როდესაც იშლებოდნენ, ბოლო მომენტში პოლიციამ კიდევ განახორციელა ასეთივე პროვოკაციული დაკავება ერთ-ერთი ადამიანის, რომელიც სინამდვილეში არც საპროტესტო აქციის მონაწილე არ იყო და მისული იყო, ასე ვთქვათ, მას მერე რაც დაიღო მზიას ადმინისტრაციული წესით დაკავება. ეს კადრები არსებობს, ამ ადამიანს თავისთავად პოლიცია აი ასევე აკავებს, მაშინ როდესაც დგას და არანაირ სამართალდარღვევას არ ჩაიდეს და ამ მოქმედების გამო უკვე იქ ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა აწყდება ამ დაკავებასთან დაკავშირებით. პოლიცია ასე ვთქვათ ძალის გამოყენებით ამ ადამიანს დააკავებს და შეიყვანს და ისეთი ზომის შეხლა-შემოხლა და მზია მოყვება რაღაც საპოლიციო ჭეჭყვაში, შემდეგ ძირს დავარდება, მას რაღაცა პერიოდის მერე წამოაყენებს, ვიღაცა დაკარგავს ფეხსაცმელს, როგორც ხან მიუახლოვდება ამ საპოლიციო კორდონს, ხან ეს ხალხის მასა ატარებს მას აქეთ-იქით. მას უნდა რომ მას აქვს განცდა, რომ მისი მოადგილის დიშვილი დააკავეს ბოლო მომენტში უკანონოდ. მას აქვს განცდა, რომ ახლა მის მოადგილეს ეს დააკავებენ, იმიტომ რომ ეს ადამიანი აპროტესტებს და არა მხოლოდ უამრავი ადამიანი აპროტესტებს, არის კადრები ამ ადამიანის უკანონო დაკავებას და პოლიციას პასუხიც კი არ აქვს, რატო დააკავეს. ეუბნებიან, აი რატო დააკავეთ, პოლიციას პასუხიც არ აქვს. რაღაც პერიოდის მერე მზია აღმოჩნდება უკვე პირისპირ, მაგრამ ძალიან რთულია ვინ არის იქ უკვე აი ამ ამბის გარჩევა. დაახლოებით მისი განმარტების მიხედვით, მისი ეს ემოცია, ყისიერი ემოცია, რასაც მოყვა ეს ხელის გარტყმა, მოყვა სწორედ იმას, რომ ადამიანი დღას მის წინ და სახეში ატყუებს. ეუბნება, რომ ხო, აი ამიტომ დავაკავეთ, რომ პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას.
მზია მიცის, რომ არ აყენებდა პოლიციას შეურაცხყოფას და ისაც ამიტომ დააკავეს, რომ არც ის არ აყენებდა პოლიციას შეურაცხყოფას. ანუ მისი პასუხი გახლდათ აი ამ ურცხვ ტყუილზე და არაერთ ტყუილზე. იმ დღეს ვითომ პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს არაერთი ადამიანი და მათ შორის თავად მზია. ანუ მისი პასუხი გახლავთ სწორედ აი ამ ურცხვ ტყუილზე ამ ადამიანის, რომელიც წინ უდგას მის თვალწინ დააკავეს ადამიანი ასევე უკანონოდ, მაგრამ ეუბნება რომ აი ასეა, დიახ, პოლიციას როცა აყენებთ შეურაცხყოფას, აი ასე ვიმოქმედებთ, აი მისი პასუხი აი ეს არის, რამაც ეს იყო ბოლო წერტილი ამ ადამიანისთვის, მისი უკანონო დაკავება, ამ საპოლიციო ჭიდაობაში მოყვა, ჭყლეტვა და დაკარგა ფეხსაცმელი, რაღაცა ანუ უკვე რაღაცა ტკივილსაც განიცდის, იმიტომ რომ ძლივს წამოაყენეს ადგილიდან და ეს გახლავთ დიახ, აი ასეთი ემოციური პასუხი, აი ამ ტყუილზე, რომელიც იყო ბოლო წერტილი იმ დღეს ჩადენილ არაერთ უკანონობაზე. აი ეს გახლავთ მთელი ეს ამბავი. კიდევ ერთი კითხვა დაგისვამ. სისხლის სამართლის დაკავებასთან დაკავშირებით ასეთი კითხვა. მე რაც მახსენდება ძალიან იშვიათად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სავარაუდო დამნაშავეს ბრალდებას აკავებს პოლიცია ადგილზე. აი როცა მზია დააკავეს ადგილზე, თქვენი განცდა როგორი იყო როგორც იურისტის, რატომ მოხდა მისი ადგილზე დაკავება? იმიტომ რომ მე აი მაგალითად 5 ივლისის შემთხვევა როცა გავიხსენოთ, როცა ჟურნალისტებზე მასობრივად ძალადობდნენ ქუჩაში ადამიანები. ხო, იმ დღეს არავინ არ დაუკავებია და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც არაერთი ადამიანი არ დაუკავებიათ უშუალოდ დანაშაულის შესწრების დროს. თქვენთვის რაც ნიშნავდა, როცა ადგილზე დააკავეს მზია და თქვენ როგორ სამართლებრივ შეფასებას მისცემთ? სისხლის წესი? კი ბატონო, აი მეორე დაკავებას გულისხმობ. რასაკვირველია ადგილზე დააკავეს იმიტომ, რომ ანუ იქ ასე ვთქვათ სუბიექტი იყო ბატონი გრებუაძე. სწორედ ამიტომ დააკავეს და ამას მოყვება სწორედ ის კომენტარები, რომ სისხლის წესით დავსჯით სანიმუშოდ, სისხლის წესით დავსჯით სანიმუშოდ. ეს იყო სწორედ მისი დაკავების საფუძველი, რასაკვირველია და მე ეს დაკავება რომ შეენარჩუნებინათ პატიმრობით, სწორედ ამიტომ არის ეს უკანონო ბრალდება 353 და მუხლი. სხვა შემთხვევაში პატიმრობას ვერ მოითხოვდა გამოძიება, იმ შემთხვევაშიც კი ჩვენ სისხლში სუბუქი მუხლი გვაქვს 126 ცემა და სხვაგვარი ძალადობა. ყველაზე მძიმე შემთხვევაში აქ იკითხება საქმის მასალებში, რომ თავიდან ფიქრობდნენ იმ მუხლზე, ჩანს აშკარად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მეტკინა გამიწითლდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა თავდასხმისთვის. თავდასხმის ობიექტს არ ეკითხებიან გეტკინა თუ არაო, გამიგეთ? მაგრამ იმ მუხლით გამოძიება პროკურატურა ვერ მოითხოვდა პატიმრობას, იმიტომ რომ ის სუბუქი მუხლია, ასე ვთქვათ, ჯარიმას ითვალისწინებს შინაპატიმრობას და ასე შემდეგ და მე ამიტომ გაჩნდა მისი ბრალდების საქმეში, დიახ, იმიტომ რომ ეს იყო ბატონი გრებუაძე, დაკავებაც ეს იყო და ბრალდებაც ეს იყო და არა მხოლოდ. ეს იყო შურისძიება გრებუაძეს. ხოთაი, ანუ პროკურატურა ცილის გაწმის ახსნა წეღამდე ჩავიზარე კაცის ვიდადი და რატომ გაწნახილოთ თვითონ როგორ ხსნის მოკლედ რომ ხარ ხრევაში რომ მოყვანა. დიახ, თვითონ მე ჩემი პერეფრაზით გიყვებით, თვითონ ამას ხსნის, დიახ, თვითონ ამას უკავშირებს აი ამ მთელი იმ დღის უკანონობების ბოლო ემოცია გახლავთ ეს, რაც მან გამოიარა თვითონ დააკავეს უკანონოდ და ეს ადამიანი უსუსურია, დააკავეს უკანონოდ, გამოუშვეს, იცის რომ უკანონოდ დააკავეს, მაგრამ მე რა, მის თვალწინ მანამდე კიდევ დააკავეს უკანონოდ, ბოლოს ასეთივე პროვოკაციული ქმედება იყო სრულიად დამშვიდებულზე პოლიციის მხრიდან და ასევე უკანონოდ დააკავეს ადამიანი, რომელიც არაფერს არ აშავებდა და პრინციპში მისთვის თანაგრძნობის გამოსახატავად იყო მოსული. ამას მოყვა დიდი ჭყლეტა, შეხლა, შემოხლა, იმიტომ რომ ადამიანები არ ატანდნენ ამ დაკავებულს პოლიციას. თავად მზია მოყვა ამ ჭყლეტვაში, ჩავარდა ფეხებში, დაკარგა ფეხსაცმელი ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, რაოდენობამ რაღაცნაირად მიიყვანა ახლოს ჭიშკარ უკვე პოლიციის, ასე ვთქვათ, შესასვლელთან და ამ მომენტში, მაგრამ იქ არის
არაერთი ადამიანი აპროტესტებს და ყველა პოლიციას პრეტენზიით მიმართავს, რატო აი ეს რატო დააკავეთ, აი ეს რატო დააკავეთ, აი ეს რატო დააკავეთ. პოლიცია რაღაც პერიოდში არც იციან რა, პასუხს არ იძლევიან რატო დააკავეს. რაღაც პერიოდის მერე გამოდის, როგორც ჩანს, ეს ბატონი დებუაძე, მაგრამ ამასობაში მზიამ გამოიარა ეს ყველაფერი ჭყლეტა დავარდა, ააყენეს ძლივს, მივიდა იმ ადგილამდე და ბოლო მომენტი იყო სახეში ატყუებს ეს ადამიანი ეუბნება, რომ დიახ, აი პოლიციას როცა აგინებთ, აი ვაგინა პოლიციას, ამიტომ დავაკავეთ. და ეს იყო ბოლო წერტილი, აი ამ აღშფოთების ადამიანური ემოციის ასე დააკავეს. თვითონაც იქ ჩანს, რომ აი ამას ეუბნება, რომ მეც ხო ასე დამაკავეთ ტყუილად. და მის თვალწინ ასე დააკავეს ტყუილად და თან პოლიციელი უმტკიცებს, რომ დიახ, პოლიციის შეურაცხყოფისთვის, ანუ ის აღწერს, რომ აი ჩემი აი ყველა ემოცია ერთად იყო, ბრაზი, უსუსურობა, რომ ანუ მათ ხელშია ძალაუფლება და რომ აზრი არ აქვს, როცა უნდა დაგაკავებენ და მე დაგიწერენ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა ოქმში, რომ აგინებდი პოლიციას და აყენებდი მძიმე შეურაცხყოფას. აი ეს არის მთელი ეს ამბავი და ამის უკან, ამიტომ ვამბობ, არ არის თავდასხმა პოლიციელზე, არ არის თავდასხმა და გარდა ამისა არ არის ეს თავდასხმა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფისთვის, ეს ობიექტურადაც არ არის და სუბიექტური განზრახვითაც არ არის. რამიგეთ, ეს არის პასუხი შეურაცხყოფაზე. მისთვის ეს არის შეურაცხყოფა, ანუ სახეში ატყუებს ურცხვად ადამიანს, რომელმაც თავის თავზეც რა მოიარა ეს ყველაფერი და სხვა ადამიანზეც რა მოიარა ეს ყველაფერი. დიახ.